2023 წლის 25 ივნისს მოხალისეთა 4 კაციანი ჯგუფი სიმულირებულ მარსულ საცხოვრებელში შევიდა, საიდანაც მომდენო 1 წელი ვერ გამოვდნენ. მათი მისიაა უფრო მეტი შეისწავლონ დიდი ხნის განმავლობაში სხვა პლანეტაზე ცხოვრებისას, ლოგისტიკის და ადამიანის ფსიქოლოგიის შესახებ. მეტი ამ მისიის შესახებ. მისიის სახელია ჩაპია და პირველია 2026 წლამდე 3 სიმულაციას შორის, რომელთაგან თითოეული მეცნიერებს თანდათან მეტს ასწავლის იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ადამიანის ხანგრძლივი კოსმოსური ფრენის წარმატებისთვის. NASA მარსზე ცხოვრების 1 წლიან სიმულაციაში მონაწილეობის მსურველებს დიდი ხნის მანძილზე აგროვებდა და მასში შემთხვევითი პირები ვერ მოხვდნენ. იმის მიუხედავად, რომ მსურველ კანდიდატთა რაოდენობა მთელი მსოფლიოდან 1000-ობით იყო. შერჩეულ კანდიდატებს სრულად უნდა შეეგრძნოთ, როგორია წითელ პლანეტაზე ხანგრძლივ მისიაში წასულ ასტრონავტად ყოფნა. ჩაპია ჰიუსტონში, NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ფრენათა ცენტრშია ბაზირებული. პროექტი ჩაპია ასე იშიფრება ეკიპაჟის ჯანმრთელობისა და ეფექტურობის კვლევა. საცხოვრებელი გარემო, რომელსაც მარსის დიუნა ალფა ეწოდება, 518 კვადრატული მეტრის ფართობის 3D პრინტერზე დაბეჭდი საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს, რომელშიც ეკიპაჟი იცხოვრებს, იმუშავებს, ივარჯიშებს, დაიძინებს და ექსპერიმენტებს შეასრულებს. იდეის განხორციელება არქიტექტორთა ჯგუფმა Bjerg Angels გრუპმა დაიწყო, შემოკლებით BIG. საცხოვრებელი, რომელსაც Mars Dune Alpha სახელით ვიცნობთ, საშუალებას გვაძლევს წარმოვიდგინოთ, როგორ იცხოვრებენ ადამიანები წითელ პლანეტაზე. 1700 კვადრატული ფუტის კონსტრუქცია NASA-ს კოსმოსური ტექნოლოგიების მისიის დირექტორატის, როგორც ეკიპაჟის ჯანმრთელობისა და ეფექტურობის კვლევის ნაწილის წარმატება იქნება. სწორედ ამ შენობაში ცხოვრობენ უკვე პროექტის მონაწილეები. პროექტით ოლიმპუსი ისინი ცდილობენ გაიგონ, როგორ გამოიყენონ 3D ბეჭდვის ტექნიკა მთვარეზე, მხოლოდ იქ ნაპოვნი მასალების დახმარებით. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.